გამარჯობათ, დღეს ამ ვიდეოში ვაწყობთ Mark 5 Pro-ს frames, ანუ ჩარჩოს, რომელიც განკუთვნილი არის 4 Pro ვერსიებისთვის. მანამ სანამ ამებს განკუთვნილს ვაკეთებ, მანამდე რამდენიმე რაღაცას გეტყვით. ვინც არის ეთიკ მე ვარ 3D დიზაინერი და ასევე ამ ფრეიმებზე გადავწყვიტე არა 4 Pro დავემაგრებინა, არამედ challenge გამომცხადებინა ჩემი თავისთვის და Walksnail სისტემაზე ამეწყო კონკრეტულად Moonlight Kit-ისთვის. ასევე შექმნილი სხვადასხვა ძალიან ბევრი STL ფაილები, 3D მოდელები ასე ვთქვათ, რომლითაც მთლიანი დრონი ავაწყე, რავი, ეს იქნება ბაზერის დამჭერი, ანტენების დამჭერები თუ GPS-ის. ამ ყველაფრის ლინკებს ჩავაგდებ აღწერაში. პრობლემით მუშაობს ნებისმიერ Mark 5-ის ფრეიმებზე. შეგიძლიათ გამოიყენოთ პრობლემით ნებისმიერ ფრეიმზე. ასევე სხვადასხვა ფრეიმებისთვის მაქვს შექმნილი იგივენაირი მოდელები. მორგებული ერთ-ერთში დაახლოებით 4-5 ფრეიმი არის ამის გარდა და რავი, შეგიძლიათ გადმოწეროთ ისინიც, ლინკებს დავტოვებ ყველაფრის აღწერაში. არმების სისქე არის 5 მმ. ამ ორი სენდვიჩის სისქე არის 2.5 მმ. ასევე ზემოთა პლეიტის სისქე იქუწერია რომ არის 2 მმ, მაგრამ ამ შემთხვევაში 2.5 მმ გამოდგა ესეც რაც ვნახე, ალბათ 4 Pro ვერსიებში 2.5 მმ გახადეს. რატომ წონი ამებს არ ვიცი, მაგრამ ვნახოთ მაინც კარბონი რამდენი გრამი არის სულ. ამ დიდ პარკში იყო ყველანაირი ვინტების ახრახნისები და ყველა საჭირო დეტალი, წვრილმანები. გამოვიყენე უკეთესი ხარისხის ტიტანიუმის ვინტები, რომელსაც 2 მმ სახრახნისის თავის მაგივრად აქვს 2.5. თან 2 მმ-იან ზედმეტი გადაჭერისას თავი წყდება და ამ თავის სამოღება კოშმარი არის, თვითონ უნდა დაშალოთ ფრეიმი და ეგეც ამოხსნით თან არა. ამიტომ 2.5 თავზე და პლუს ტიტანიუმის ვინტებზე ბევრად უკეთესი დაჭერა მიქნება. დრონის მონაცემებს რაც შეეხება, აქვე ამოვანათებ სრულ მონაცემებს, ყველაფრის თავისფასებიანად რა მაქვს დასამალი. ამ შემთხვევაში რასაც ვანახებ, ეგ FC არის Securis H743 ჩიპზე, რომელიც F722-ზე ორჯერ თუ სამჯერ ძლიერი არის. ეს თეთრი პლატა კიდევ SK არის 55 ამპერიანი Flyvus AM32 softზე. აქედან უკვე ჯვარედინად უჭერთ ვინტებს, რაც შეიძლება მაქსიმალურად.
აქ უკვე გადაუჭირეთ თითქმის ყველაფერი დავამაგრეთ, რაც სჭირდებოდა. აქედან უკვე წონი მთლიან ჩარჩოს, რამდენიც არის და სხვათა შორის ბევრი არ გამოდგა, რასაც ვეძებოდი. იქ ეწერა, რომ 197 გრამი იყო, მაგრამ ეს ტიპივებით იყო და თავიდან ბოლომდე ყველაფრით. შესაბამისად 153 გრამი არის თვითონ კარბონი თავის რკინებით, ვიტებით და ყველაფრით. დეტალი როგორ ვაწყოდი დრონს, მაგრამ თურმე მობილურში მეხსიერება აღარ მქონდა და კი აჩვენებდა რომ წერდა, მაგრამ არაფერი არ ჩავწერია, ეს ბოლო ნაწყვეტი არის, რაც აღმოვაჩინე და თრეშებში ეგდო მოკლედ ეს ვიდეოც და ნაჭერი არის ფაქტობრივად. სამწუხაროდ დანარჩენი წყობის ვიდეო აღარ გვაქვს. ეს არის თუ მოგეწონა ვიდეო დალაიკე, გააზიარე ვიდეო ჩავაგდე მეგობრებს. რაც თავარი არხი გამოიწერე, დროებით შემდეგ ვიდეო.